ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა და დედაქალაქში ახალი სტადიონის კონცეფცია განიხილეს მიხეილ მესხის სტადიონზე გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, დედაქალაქის მერთან, სპორტის მინისტრთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად დაესწრო. მრავალფუნქციური სტადიონი, რომელიც 70,000 გულშემატკივარზე იქნება გათვლილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, დედაქალაქის გარეუბანში აშენდება. საქართველოს უმაღლესი რანგის საფეხბურთო და სარაგბო ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობას მისცემს და სპორტის აღნიშნულ სახეობაში დამატებით ინვესტიციებს მოიზიდავს. შეხვედრისას აღინიშნა, რომ ახალ სტადიონს მულტიფუნქციური დატვირთვა ექნება. მოეწყობა საკონცერტო და საკონვენციო ინფრასტრუქტურა, რაც ქვეყნის ტურისტულ მიმზიდველობას გაზრდის. მინისტრის ინიციატივით შედგა შეხვედრა ახალი სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ვეტერანი რაგბისტები, ფეხბურთელები, ასევე სპორტული ჟურნალისტები. აუხსენით თუ რა პროექტი ხორციელდება, ეს იქნება მულტიფუნქციური საერთაშორისო დონის მაღალი კლასის სტადიონი, სადაც შესაძლებელი იქნება ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩატარება. უახლოეს მომავალში უკვე უშუალოდ პროექტზე მუშაობა დაიწყება, 70,000 მაყურებელზე იქნება გათვლილი და რეგიონში იქნება ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი, რომელიც განხორციელდება.